თავადამცხოვრელი, გერმანისტი, პოეტი, მთარგმნელი. მაქვს უკვე გამოცემული გერმანული კლასიკური ლიტერატურიდან რამდენიმე წიგნი. ამჟამად მუშაობ და გამოსაცემად მზადდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნი ჰერმან ჰესეს შემოქმედებიდან რიოში მარგალიტებით თამაში, რომელსაც ელოდება საზოგადოება დიდი მოლოდინით. ჩემი თარგმნილი არის ნარცისი და გოლდმუნდი, გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია, ანგელოს სილეზიელის ლექსებათქმული მაღლგონევრული აზრები, სელმა ლაგერლოფის მოთხრობები და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენმა მეგობრებმა, რომ გამოგვეცა ჩვენი ერთობლივი მოქმედებით წიგნები. დღეს ჩვენ პრეზენტაცია გვაქვს ორი წიგნის, ეს არის ერთი პოეტური კრებული, პოეტური სიტყვის რთველი, რომელშიც გაერთიანებული არის 10 ავტორი. ძირითადად არიან ჩვენი ერთმანეთის ახლობლები ვართ ამ წიგნში. და მეორე არის თარგმანთა კრებული, რომელშიც გაერთიანებული არის თარგმანები, კლასიკური თარგმანები ევროპული ლიტერატურიდან. წიგნში შეტანილი არის საუკეთესო თარგმანები, რადგანაც თვითონ ავტორები, თარგმანების ავტორები გახლავან რედკოლეგიის ძველი თარგმნილებითი კოლეგიის წევრები, ესენი გახლავან ნინო ბარამიძე, ანა როენაყენია, რომელიც ამჟამად უკვე გამოგვაკვდა ჩვენ და შემდეგ უნივერსიტეტის კათედრიდან ჩვენ გვყავს რუსუდან ჭანტურიშვილი და მისი ძმა თეიმურაზ ჭანტურიშვილი და აგრეთვე პროფესორი ბატონი გიორგი წიბახაშვილი. ეს რაც თარგმანის კრებულებს შეეხება, წარმოდგენილი ამ წიგნის რედაქტორი, თარგმანის რედაქტორი მე გახლავართ და მასში წარმოვადგინე მცირე პოეტური რუკა ერთგვარად ევროპული ლიტერატურისა და წიგნს დავარქვით ასე გაუხუნარი ფერები. ეს შემთხვევითი არ იყო, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენს ლიტერატურაში და საზოგადოებაში ყურადღება აღარ ექცევა მარადილ ფასეულობებს და ჩვენ გვინდოდა აქ წამოგვეწია წინ და გვეჩვენებინა რომ ეს თემები არის მუდმივ მოქმედი, მუდმივ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და მისი უარყოფა და მივიწყება არ შეიძლება. თანაც ეს სათაური გაუხუნარი ფერები განაპირობა კიდევ იმან რომ დაბეჭდილი გვაქვს ჩვენ ამ წიგნში დენი დიდროს ნაწარმოები, ეს არის ფერწერის შესახებ ტრაქტატი, რომელიც თარგმნა ანა როენაყენია და ამანაც განაპირობა ფერთა, ეს არის ესთეტიკის შესახებ ნაწარმოები და ამანაც განაპირობა ამ წიგნის სათაური. და რაც შეეხება პოეტურ კრებულს, აქ არის წარმოდგენილი 10 ავტორი, მათ შორის ჩემი ლექსებიც არის შიგნით. ძირითადად ავიღეთ სულიერი სახის ლექსები და სამშობლოსადმი სიყვარულით გამსჭვალული ლექსები და აგრეთვე მაღალ ზნეობრივი ადამიანური თვისებების გამომხატველი ლექსები. ავტორები უმეტესად ცნობილია, მაგრამ არა ისე, როგორც დაუშვათ ზოგიერთს ეკადრება და ჩვენი ხარჯებით გამოვეცით ეს წიგნები და სურვილი გვაქვს, რომ იცით ხელშეწყობაც იყოს აი ასეთი შემოქმედი ადამიანებისადმი, რომ მათ უკეთესად იმუშაონ და ქონდეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი ნიჭი. მე წაგიკითხავთ გერმანული რომანტიკული პოეზიიდან ერთ-ერთ ავტორს, ცნობილი ავტორი არის იოზეფ ფონ აიხენდორფის ლექსი დილის ლოცვა. ო საოცარო ღრმა მდუმარება, გამეფებულა რა სიმარტოვე, კრძალვით მხოლოდ ტყე გადაიხრება, ჩაივლის მინდორს უფალი ოდეს. თავს რაშვებით ვგრძნობ, თითქოს დაახლა გავჩდი და გაქრა ესე წუხილით, რომ მომესვენა რაც გუშინ მწადდა, რცხვენია ახლა ცისკარზე დილის. ქვეყანა თვისი ჭირი დავხინით, მსურს რომ ხნაობით ვით მომლოცველმა გადავიარო გავცდე დროის ხით, რომ ღმერთო ძლებით მოვიდე შენთან. სიმღერით ვეტრფო სიკეთეს ქვეყნის, ამ მაცდურს ოქროს ამაოების. იმსხვრევა ჩემი სიმთა საკრავი, შენ წინ ვარ მდუმარ, უკუნისამდის.